საღამოშვიდობის ეს არის ток-შოუ პირისპირ პირდაპირ ეთერში და მე მისი წამყვანი ცოტნიანინძე ვარ. დღეს პირისპირის კითხვებს უპასუხებს ლაშა სირაბიძე, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრი. მოგესალმებით ბატონ ლაშა. დიდი მადლობა რომ მიიღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ბატონ ლაშა, ჩვენ აჯერის ტელევიზიის ეთერით რამდენიმე თვის წინ საუბრობდით პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რებრენდინგზე. რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით, რადგან როგორც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რებრენდინგის პროცესი გარკვეულად შეფერხდა ან შეწყდა. დღეს რა პოლიტიკური და საორგანიზაციო პროცესები მიმდინარეობს პარტიაში? გამარჯობათ, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. რაც შეეხება რებრენდინგს, მე აღნიშნავდი, ჩვენს პარტიაში ამ ხნის განმავლობაში შეჩერებული არ ყოფილვართ, მაქსიმალურად ვიყავით იმ ეტაპზე, როდესაც ხდებოდა პარტიული მუშაობა, ინტენსიურობა, მაგრამ დიდი როლი განაპირობა იმ საკითხებმა, როდესაც ვთქვათ ამ 2 წლის განმავლობაში შეგვხვდა ბევრი არჩევნები, მე ვერ ვიტყოდი, რომ პარტია იყო ვთქვათ მიტყუებული, ამას ვერ აღნიშნავდი, მაქსიმალურად კეთდებოდა ის პირველადი ორგანიზაციების დაკომპლექტება, ხდებოდა ადამიანების რესურსების მაქსიმალურად მოზიდვა, მაგრამ რა თქმა უნდა აღნიშნავდი ამას, რომ ბოლომდე ეგ ეტაპი არ არის მიყვანილი და 2015 წლისათვის უფრო გეგმავთ, რომ მაქსიმალურად პოზიციები გავამყაროთ და უფრო მეტი ყურადღება იქნას დათმობილი პარტიისათვის. როგორ ფიქრობთ პოზიციების გამყარებას? ეს იქნება ადამიანური რესურსის შემომატება თუ სხვადასხვა სტრუქტურული რეორგანიზაცია პარტიის შიგნით? კი ბატონო, გიპასუხებთ. მე აღნიშნავდი იმას, რომ ჩვენი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის კარი ღია არის ყველა ადამიანისათვის, მაქსიმალურად მიღებებთან დაკავშირებით. მიუხედავად მის პოლიტიკური ბექგრაუნდისა, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვართ ახალი პარტია, სულ რაღაც 2 წლისა ვართ, მაქსიმალურად ამ ეტაპზე ვსწავლობთ ყველაფერს და მიგვაჩნია, რომ ეს ყოველდღიური მუშაობა და ეს ყოველდღიური პროცესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრად უფრო მეტი დრო დაუთმოთ პარტიაში იმ პოზიციების განვითარებას და იმ პოზიციების მორგებას, რომელიც ჩვენს პარტიულ ინტერესებში შედის. რა არის თქვენი შეფასებით, როგორც ქალაქ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებით, დღეს თქვენი პარტიისთვის მთავარი გამოწვევები? ჩვენი პარტიისთვის გამოწვევები მაქსიმალურად მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ვერ არის იმ დონეზე, რაც თუ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ რაღაც რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა მაგისათვის, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტიური წევრებით, ჩვენი აქტივისტებით მაქსიმალურად ის დავინახეთ, თუ გინც სხვადასხვა მერიის თუ საკრებულოს ამ ეტაპზე მიღებული კონკურსებზე ჩვენებმა აღმოვაჩინეთ ის და მე მით უმეტეს გაკვირვებული ვარ მაგისა, რომ ძალიან კარგი პოზიციები, ძალიან კარგი ქულები დააგროვესა და მე ვფიქრობ, რომ უფრო თქვენ კონკურსზე საუბრობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ. მე ის აღნიშნე, რომ პარტიაში ყავს ესეთი ახალგაზრდები, რომლებიც მაქსიმალურად არიან ჭკვიანი ადამიანები და პერსპექტიულები და მე ვფიქრობ, ხვალინდელი დღისათვის ისინი იქნებიან ჩვენ რიგებში და კარგ პოზიციებსაც დააკმაყოფილებენ პარტიისათვის. გასაგები კონფერენციები ჩატარდა ადგილობრივ ორგანიზაციებში, ბატონ ლაშა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. იქნება თუ არა ეს პროცესი ხელახლა, არის თუ არა ამაზე საუბარი, ასე ვთქვათ, დედაქალაქიდან ან პოლიცსაბჭოს მხრიდან. თქვენ ხართ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თუ კი დადგა ეს საკითხი ბათუმში, იქნებით თუ არა ისევ პრეტენდენტი, რომ უხელმძღვანელოთ ბათუმში აღნიშნულ პარტიას? პრინციპებს, პირველ რიგში კონტროლული პრინციპებით მოქმედებთ. თუ დადგება იმის განხილვის საშუალება, რომ მე ვიქნები ამ პარტიისათვის ის ფიგურა, რომელიც თავმჯდომარეობას ჩაიბარებსა და ისევ განახორციელებს ამ მიმართულებით მუშაობას, მე თანახმოვ ვიქნები მაგისათვის, თუ არა და ყოველთვის ვიქნები ამ პარტიის რიგითი ჯარისკაცი.
ნებისმიერ შემთხვევაში ან ნებისმიერ და ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერების თვალსაზრისით რა ნაბიჯების გადამყვანს საუბრობთ და ამ კუთხით ზოგადად რა ვითარება? მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში გარკვეულწილად ცენტრალური ოფისიდან მაქვს იმის იმედი, რომ 2015 წლიდან დაიწყება ის მოქმედებები, რომლებიც სავარაუდოდ ამ ეტაპისათვის ახალგაზრდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მოვიწვიოთ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ ახალგაზრდების დატრეინინგების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის იქნება ეს მიმართული და მაქსიმალურად ისინი რომ კვალიფიკაციას გულისხმობთ ამაში. აი, ტრენინგები რა სჭირდებათ ამ შემთხვევაში? ახალგაზრდებს რეალურად სჭირდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის პირში, პოლიტიკური იდეოლოგიების საკითხებში, რომელიც ჩვენი იდეოლოგიით იქნება დასახული და ამ იდეოლოგიით უნდა წავიდეთ წინ. და ავტონომიურობა რამდენად არის დღეს ადგილზე? მოგეხსენებათ, რომ რეგიონალური ჩვენთან რეგიონალურ დონეზე არ არსებობს, ეს არის უფრო თვითმმართველობის მხრივ, არის თქვა ბათუმის ორგანიზაციები, არის ხულოს ორგანიზაცია და ასე შემდეგ. თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რეგიონალური არსებობდა. ქართული ოცნების რეგიონალური არ არსებობდა. კოალიციური ვერ გეტყვით. კეთილი, კარგით. ბატონ ლაშა, მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მეტნაკლებად კარგად ცნობილი, ეს არის ურთიერთობები თქვენი პირადად და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრთა ურთიერთობები. ჩვენ ნახეთ პოლიციის საბჭოს გადაწყვეტილება და პოლიციის საბჭომ მიცა კვალიფიკაცია როგორც თვითნებობის, თქვენ ეთანხმებოდით თუ არა როგორც ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პოლიციის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და შეიცვალოთ თუ არა ამის შემდეგ თქვენი და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრების ურთიერთობები? გასაგებია. მე გიპასუხებთ, რომ ქართული ოცნების უმაღლესი საბჭოს წევრებთან გვაქვს ნორმალური დამოკიდებულება. მე უბრალოდ აღნიშნავდი მაგ ნაწილში, რომ სამართლებრივად კონსტიტუციურ ნაწილში ქონდათ მაგის უფლება, თქვა თქვენც რაზეც საუბრობთ, სავარაუდოდ ამბობთ აი უნდობლობის საკითხზე საუბარს დაკავშირებით, დიახ. მაგათ მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ნაწილში უფლება ქონდათ, იმიტომ რომ ავტონომიური რესპუბლიკა, მათი პრეროგატივა, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური ჩარჩოში შესაძლებელია რომ დაისვას ეგ შეკითხვა პოლიტიკურში თუ პარტიულში? პარტიულში, უბრალოდ და მე ვფიქრობ, რომ იმ მოცემული მომენტისათვის მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, ამიტომ უნდა იქნას ეს შეჯერებული პარტიულად და ესეთ საკითხებზე ავტომატურად უნდა გავიაროთ ერთად და უნდა გადავწყვიტოთ ეს ერთიანობაში და გუნდური პრინციპებით უნდა ჩამოყალიბდეს ეგ. მე ვფიქრობ, ეხლა ნებისმიერ ადამიანს პარტიულად, როდესაც გაიღვიძებს და რაღაც ინტერესი მიეცემა იმისა, რომ თქვა რაღაც დააყენოს რაღაც კონკრეტული საკითხი, მე ვფიქრობ, მაგ ნაწილში ვერ ვეთანხმები და ყოველ შემთხვევისათვის უნდა იყოს განხილული ეს დემოკრატიულ ჩარჩოებში და უნდა იქნას პარტიულად შეთანხმებული ამ საკითხებთან დაკავშირებით. გასაგებია, დღესაც ქედის ორგანიზაციაში გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თქვენ რა შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით? ქედის ორგანიზაციას ყავს თავის თავმჯდომარე, რომელსაც უფრო კომპეტენტურად შეუძლია ამ პასუხის გაცემა, ამ კონკრეტულ მოცემულობასთან კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, უბრალოდ იმას აღნიშნავდი, რომ კი მოგეხსენებათ, რომ აი დემოკრატიული ნიშნები უფრო მეტი არის სამაგისოდ, როდესაც ხალხს უჩნდება რაღაც იმის კითხვა, თქვათ და ეს უბრალოდ ცუდი არის, რომ ეს გამოდის სააშკარაოდ, იმიტომ რომ პარტიული ინტერესები უნდა იქნას განხილული შიგნით პარტიაში. აპირებთ თუ არა პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობას ამ საკითხთან მიმართებით თქვენ? ქედის კონკრეტულ დიახ, ქედის კონკრეტულ მაგალითზე მე ვიტყოდი, რომ კომპეტენტური თავმჯდომარე ყავს ქედის რაიონს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თავისით ის გადაწყვეტავს ამ საკითხებს და დაჯდებიან მაგიდასთან და განიხილავენ ამ ყველა პრობლემებს და მიაღწევენ შედეგს. გასაგებია. კოალიციურ მუშაობას მინდა შევეხო, რამდენად მიმდინარეობს დღეს კოალიციაში თანამშრომლობა კოალიციური სტილით
და რამდენად არიან აქტიურები ამ თანამონაწილეობაში, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს პარტიის წევრები და ეროვნული ფორუმის პარტიის წევრები. ნუ ეხლა ბატონისოთნე მაგასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არც არაფერი არ გამიგია და მგონი მოსახლეობასაც არ გაუგია, რომ რაღაც სხვა მიზნებით არიან ისინი დაკავებულები. მიზანს არ გულისხმობთ. კი ბატონო, მაგრამ იმას გეტყვით, რომ არაფერი ჩვეულებრივი მუშაობა, ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრები ხდება და არც არანაირად ვერ გამოვყოფ რესპუბლიკურ პარტიასაც, მათთან ერთად კონსერვატორებსაც და ამიტომ ყველა ერთიანად ვაგრძელებთ მუშაობას. ეროვნული ფორუმის და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წევრები ბათუმის საკრებულოში წარმოადგენლები არ არიან სამწუხაროდ. რატომ ბატონო? ამორჩეველის ნება იყო, სიაში იყვნენ დაახლოებით მერვე იყო ბატონი მრეწველებიდან წარმომადგენელი, რომელსაც არ იყო სამისოდ ხმა და ამიტომ დარჩა ესე, რომ ვთქვათ, წარმომადგენელი ნაწილი ვერ გავიდა საკრებულოში. რამდენად ხშირია კოალიციის შეკრება ბათუმში და მსჯელობა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, არსებულ პროცესებზე და დაგეგმარება მომავალის თუ როგორ უნდა წარმართოს კი ბატონო, პოლიტიკა კოალიცია. ჩვენ გვიჩვენა უკვე ძალიან ბევრი ხარვეზები იყო, ძალიან ბევრი შეცდომები იყო, კი მოიხსენებათ თავისუფალი დემოკრატების გასვლა კოალიციიდან, ამიტომ ჩვენ უფრო მივხვდით იმას, რომ აი ეს შეცდომა იყო ვისი? მე მაგას ვერანაირად ვერ დაუსვავდი წერტილს, ვისი შეცდომა იყო, სავარაუდოდ თავის გადაწყვეტილება მიიღეს, გავიდნენ კოალიციურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც კონსტრუქციული ძალა დარჩება, მე ვფიქრობ, რომ იმედი მაქვს იმისა, რომ ისინი იმ დაპირებებს შეასრულებენ, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთიანად ვირდებოდით მოსახლეობას და ამიტომ მე ვფიქრობ, თუ იქნება იმის ფორმა, როგორ შეძლებენ დაპირებების შესრულებას, როცა მათ სახელმწიფო ბერკეტები აღარ აქვთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ ის გუნდი ქართული ოცნების სახით, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით მოსახლეობაზე ორიენტირებული ვართ, ჩვენ არ გაგვაჩნია ის ძველი მიდგომები, როდესაც ხელისუფლებას, როდესაც ოპოზიციონერებთან გამომდინარე ქონდა სულ სხვა შეხედულებები, არ ითვალისწინებდნენ მათ აზრებს და ამიტომ ჩვენ უფრო განსხვავებული გუნდი ვართ სამაგისოდ და რაღაც გარკვეულწილად, როდესაც მოსახლეობაზე იქნება საუბარი და მათ პრობლემებზე, ჩვენ ერთიანი პოზიცია გვექნება. ანუ შესაძლებელია გაიზიაროთ წინადადებების შენიშვნები და რჩევები, რაც წინადადებები შესაძლებელია კი არა, ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რჩევებს და მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად ბუნებრივად ჯანსაღი პროცესია. და სწორედ რადგანაც ამ საკითხს შევეხეთ ჩვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, რა ვითარება ამ კუთხით ბათუმის საკრებულოში, იმიტომ რომ პრაქტიკულად 3 ოპოზიციური ფრაქცია არსებობს, ეს არის ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატებისა და ახალი ოპოზიციის. უმრავლესობისა და აი ზემოთხსენებული 3 ფრაქციის ურთიერთობები დღეს შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ, როცა თქვენი თანამშრომლობა შედგა ან დაპირისპირება მოხდა. დიახ, მოგახსენებთ, აი იცით თქვენ კარგად, რომ დღევანდელი თვითმმართველობაში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც 9 პარტიისგან შედგება უკვე საკრებულო. რა თქმა უნდა, ყველა არის რეალურად ეს 9 პარტიის საკრებულო, დღევანდელი ბათუმის საკრებულო 9 პარტიის პოლიტიკური ასპარეზი? რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის, რომ აი 9 პარტიისგან შემდგარი თვითმმართველობა იმ ნაწილს აჩენს უკვე დღევანდელ საკრებულოს დონეზე, სადაც რო ინტერესები არის რადიკალურად სხვადასხვა. და მე მართლაც ყველას მინდა უთხრა, რომ აი ამ ნაწილში გაგრძელება მუშაობის უფრო იქნება ხალხისათვის მომგებიანი და საინტერესო და უფრო დემოკრატიული ნაწილი იქნება. ჩვენ კონკრეტულ მოცემულებაში ყველას ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავისი აზრი გამოხატონ, თავისი ინიციატივებით შემოვიდნენ და მაქსიმალურად თუ ის იქნება ისევ ერთხელ აღნიშნავ ხალხისათვის მომგებიანი და ჩვენი ქალაქისათვის რაღაც წინსულის საკითხი ავტომატურად ჩვენ თანახმოვ ვიქნებით იმისათვის, რომ ყველა მათი აზრი და იდეა გავითვალისწინოთ. ქონია ესეთ პრეცედენტებს ადგილი აქამდე? რა თქმა უნდა, იყო და ჩვენ ყოველთვის ვსადავართ კიდევ რომ გავაგრძელოთ ესეთი თანამშრომლობა. ერთილი, რადგანაც თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულოსა და მერიის თანამშრომლობა.
ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობაა, რა ვითარებაა, როგორ თანამშრომლობს, არის თუ არა რეალურად კონტროლის ფუნქციის განხორციელება საკრებულოს მხრიდან თუ ადგილი აქვს, ეს ვთქვათ, შეთამაშებულ პოზიციას. კი ბატონო, მაგასაც კი პასუხებთ. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი თვითმმართველობა და დღევანდელი მერია აბსოლუტურად განსხვავებული არის იმ კონკრეტული ძველი მმართველობის პერიოდში, სადაც რომ ნამდვილად უკვე გათვალისწინებული არის მერიის პოზიცია და გათვალისწინებულიც არის საკრებულოს პოზიცია. საკანონმდებლო რეგლამენტაციას გულისხმობთ ამ თვალსაზრისით განსხვავებულობაში რაც გულისხმობთ. განსხვავებულობაში მმართველობის სტილს, საკანონმდებლო ცვლილებებს თუ მიდგომებს უფრო აი მმართველობის აღმასრულებელის მხრიდან მიდგომებს გულისხმობ, რომელიც მაქსიმალურად შეცვლილი არის, მაქსიმალურად ორიენტირი არის აღებული, რომ ხალხისათვის იყოს ეს ყველაფერი სასიკეთოდ გაკეთებული, მაქსიმალურად პროგრამების ნაწილში შესაძლებელია თქვენ კითხვას დაგებადებათ და მე უფრო გავავრცელოთ ამ ნაწილში, ვთქვათ, რა კონკრეტულ დავალებებს ასრულებს მერია და რა კონკრეტულ დავალებებს ასრულებს საკრებულო და როგორ არის ერთმანეთთან მიმართული. რა თქმა უნდა, ყველას ერთი საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულომ კონტროლის ფუნქცია გამოიყენოს რეალურად. ამ თვალსაზრისით არის თუ არა დღევანდელი საკრებულოს შემადგენლობა მობილიზებული. კი ბატონო, მაგასაც მოგახსენებთ, დღესდღეობით უკვე ახალი მუშაობის პრინციპები წავიდა საკრებულოს თვალსაზრისით, არის ის, რომ ნებისმიერი კომისიის ჩატარება უკვე ნებისმიერი კომისია, სადაც რო იქ აღმასრულებლიდან მიდის ანგარიშის მოსმენა, უკვე საზოგადოებისათვისაც უკვე ღია არის ეს კარი, შეუძლია ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს, თითქმის ყველა კომისია, რაც თუ მემახსენდება, ტელევიზიებით, მასმედიის საშუალებით გადაიცემა ეს, ასევე სოციალური ქსელებითაც და ჩვენი მოსაზრებები ყოველ კომისიის პერიოდში, რა თქმა უნდა, იმ განსხვავებულ აზრთან ერთად არის ის დამოკიდებულება, როდესაც იმ კონკრეტულ საკითხში, ნუ ეხლა შავზე თეთრიაო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით და იმ ნაწილში ვერც დავეთანხმებით, თუ სხვანაირი პრინციპები იქნება მათი მხრიდან. ბატონო, თქვენ როგორც საკრებულოს წევრს და საკრებულოს ზოგადად კონტროლის ფუნქციის შესრულებაში ხო არ უქმნის გარკვეულ დისკომფორტს თვითონ მერის კანდიდატურა და ფიგურა, რომელიც არის პირდაპირ წესით არჩეული და ბუნებრივია მას აქვს ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია, რადგანაც პირდაპირ წესით იქნა არჩეული დაკავებულ თანამდებობაზე. ხო არ ქმნის ეს გარკვეულ დისკომფორტს საკრებულოს კონტროლის ფუნქციის განხორციელებაში? მე მაგას ნამდვილად მაგ ნაწილში ვერ შევხედავდი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, საერთო საქმის მომსახურებით, უბრალოდ განსხვავებული აზრები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ იმ საერთო ნაწილში, როდესაც იქნება მიღება იმ კონკრეტული საქმის ან იმ კონკრეტული წინადადების, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ერთიანობაში გავიაროთ ეგ საკითხი და მაქსიმალურად თანამშრომლობის გზა გვაქვს არჩეული. კეთილი, გასაგებია თქვენი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა თქვენი მოსაზრებები და ბუნებრივია საზოგადოებას აინტერესებს 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რამდენად არის ეს ბიუჯეტი საპასუხო საზოგადოებრივ მოთხოვნებთან, ამორჩევლის დაკვეთასთან, რამოდენიმე ხანი გავიდა, ძალიან ცოტა რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რის შედეგადაც კოალიცია ქართული ოცნება არის უმრავლესობაში ბათუმის საკრებულოში და მერიც გახდა კოალიცია ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატი. მაგნაწილში ესე ვიტყოდით 2015 წლის ბიუჯეტი დაგეგმარებულია 96 მილიონით. სავარაუდოდ იმ წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, ნაკლები არის, დაახლოებით 30-40 მილიონით ბიუჯეტის ნაწილზე ვსაუბრობ. მაგრამ ეს კონკრეტულად შემცირება თანხის მოხდა შიდა თანხების მობილიზება იგივე რაოდენობით არის, უბრალოდ ცენტრალიზებულად მოხდა. რაღაც პრინციპში ახლა რა ვთქვათ, ეს იყო პროექტი ტრანსფერების გათვალისწინებით, დიახ, მაგრამ იმას აღვნიშნავდი, რომ 2015 წლის ბიუჯეტი, რომელიც ნოემბერში იქნა შემოტანილი საკრებულოში, ეგ იყო უბრალოდ პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში მიდიოდა განხილვები 96 მილიონია დღესდღეობით, აი ნოემბრის მონაცემებით, შესაძლებელი არის, რომ ეს 96 მილიონი უკვე დეკემბრის
ახალი ბიუჯეტის იმ შენიშვნების კორექტირების შემდეგ შეიძლება შემოვიდეს ტრანსფერის სახით დამატებული თანხები, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი სავარაუდოდ უფრო გაიზრდება. მაგრამ მე უფრო ჩემი ოპონენტების პასუხი მინდა აქედან გავცე, რომ არის კონკრეტული მიმართულებები, ვთქვათ, დაობენ იმას, რომ რატომ რაზე გინდათ პასუხი გაცეს? ბრალდება, რაში მდგომარეობს ოპონენტების მხრიდან წამოყენებული? აი არის ისეთი მუსირებს ის აზრი საზოგადოებაში, თითქოს ბიუჯეტი არის მწირე, ამ ბიუჯეტით შეუძლებელია საქმის კეთება და ეს საკითხები და მე მინდა აღვნიშნო, რომ 2 სექტემბრის, ოქტომბრის თვეში გადაწყდა ის გერმანიის ფონდიდან გადაწყდა ის 22 მილიონი ევროს ტრანში, რომელიც უკვე გადაწყვეტილია ეგრეთ წოდებული ჭაობის უბანზე, ჭაობის მთელ ეგ გასაგები ამაზე მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბროთ, როგორც თქვენ ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელმა, მაგრამ რადგანაც ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, პრიორიტეტები რამდენად არის შესაბამისობაში საზოგადოებრივ მოთხოვნილებასთან და სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც ყველაზე მწვავედ აწუხებს დღეს ბათუმის მოსახლეობას. მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე სოციალური ფონი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სოციალურ ფონზე ჩვენი აი კონკრეტული ხედვაც ამ სოციალური ფონის აღმოფხვრა არის მაქსიმალურად გაჭირვებულებზე და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე არის ორიენტი. ამიტომ მაგ ნაწილში ბიუჯეტი საკმაო რაოდენობით არის პირიქით გაიზარდა პროგრამები და მე ვფიქრობ, რომ უფრო გაუმჯობესება იქნება 2015 წლისათვის. და რაც შეეხება სხვა კონკრეტულ პროგრამებს, სპორტის მხრივაც არის საკმაო თანხები და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომელსაც შემდეგ თქვა პასუხს გაცემთ უკვე კონკრეტულად, იქ უფრო ჩამოვაყალიბებთ ნათლად. ჩვენ წეგან საუბრობთ ბატონ ლაშა სწორედ თანამშრომლობაზე 9 პარტიის წარმომადგენელთან და აგრეთვე უმრავლესობა და ოპოზიციაც ვახსენებთ თანამშრომლების რაკურსში. სწორედ ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქალაქის. ბიუჯეტის განხილვასთან, მიღების პროცესებთან, აი მთელ შენიშვნებთან და მთელი ის პროცედურები და პოლიტიკური პროცესი, რომელიც თან ახლავს ბიუჯეტის მიღებას, აი ამ კონტექსტში რამდენად იყო თანამშრომლობა განსხვავებული პოლიტიკური ძალის მქონე კანდიდატებს შორის საკრებულოში. მე ესე გეტყოდით, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ ისეთ გუნდს, რომელიც რა შენიშვნას იგნორირებას გაუკეთებთ, ჩემი მხრიდან იყო შენიშვნები გაკეთებული დაახლოებით 7 შენიშვნა არის, აქედან გამოვყოფდი უფრო იმ 2 ნაწილს, რომელიც მოსახლეობას ძალიან დიდ ნაწილს პრობლემას უჩენს, ამიტომ რომელს გულისხმობთ? როგორ? რას გულისხმობთ? იმას გულისხმობ, შენიშვნაში იყო დაახლოებით ესეთი რაღაც, რომელიც აი სექტემბერში გვიჩვენა უხვი მალექიდან გამომდინარე, რომ მივიღეთ აი ქალაქის დატყორვა, ეს არის სამნიაღური არხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ნაწილი უფრო გადავა იმ ნაწილში, სადაც რო ეს მესამე ნაწილის წყალკანალიზაციის მომარაგებისა და წყალკანალიზაციის შეცვლის პროგრამა დაიწყება და სავარაუდოდ იმ ნაწილში უკვე მიეբნება ეგ თანხა მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგის ტრანსფერი გამოინახება. მეორე შენიშვნა რას გულისხმობდა? მეორე შენიშვნა პრინციპში ეს ერთი შენიშვნა იყო, რომელიც მთავარი შენიშვნა არის, მეორე შენიშვნა უფრო აი შიდა ინფრასტრუქტურულ ნაწილში არის კიდევ შემოერთებული ტერიტორიები, რომელიც იგივე პრობლემას წარმოაჩენს და შემოერთებული პრობლემა კი მოგიხსენებათ, რომ დღესდღეობით ძალიან ძიმე პრობლემაა მაგ მხრივ. ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობთ, რადგანაც ვახსენეთ ეხლა. თუ შეგიძლიათ კომისიის მუშაობის შესახებ რაიმე ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რაზე არის ორიენტირებული, რისი გაკეთება შეძლო ამ ხრის განმავლობაში, რაც შეიქმნა კომისია და ზოგადად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ბათუმში რამდენად პრობლემური მდგომარეობა არის, რომ ამის შესახებ ტელემაყურებელს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ. ინფრასტრუქტურულ ნაწილში მოგეხსენებათ, რომ პრობლემები ძალიან ბევრი არის. კომისია მუშაობს ყოველდღიურად იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც პირველ რიგში არის აღმოსაფხრელი, მოგეხსენებათ წყლის და კანალიზაციის პრობლემები,
სერიოზულ ზიანს აყენებს მოსახლეობას ერთი გაწვიმება ქალაქში და უკვე ფაქტიურად წყლის პრობლემა და კანალიზაციის პრობლემა ეგრევე თავს იჩენს. ამიტომ არსებობს ამ თვალსაზრისით გეგმა, რომ სამომავლოდ ეს პრობლემა აღმოიფხვრას სამწუხაროდ ეს ქალაქ ბათუმისთვის ტრადიციულ პრობლემად იქცა წლების განმავლობაში. მესამე ეტაპი, სადაც უკვე ხელი მოწერილი აქვს გარკვეულ ფირმებს, რომელიც მაგალითად კონკრეტულად უკვე ხელის მოწერა არის, აი ხელშეკრულებაზე დარჩენილი და უკვე იანვრიდან დაიწყება მთელი ჭაობის რეაბილიტაცია. ამით უკვე იმ ყველა პრობლემების აღმოფხვრა დაიწყება, სავარაუდოდ 2 წლიანი პროექტი არის, ესე ადვილად არ ხდება ეს და 2 წლის განმავლობაში მივიღებთ უკვე სრულ სურათს და იმასაც აღნიშნავდი, რომ ამ პროექტის ფარგლებში მერია ავტომატიურად გამონახავს იმ თანხებს, სადაც თქვათ ქვედა კომუნიკაციის აღმოფხრის შემთხვევაში მოხდება ზემოთ უკვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. არის პროექტები კიდევ რომელიც ჩვენს მოსახლეობას საინტერესებს, თქვათ ეს არის თქვათ მოედნის საკითხი არის, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ფეხბურთის მოედანზე მაქვს საუბარი არის ეზოს კეთილმოწყობის საკითხებით. ბევრი საკითხები. პრინციპში პროგრამულად ეს ყველაფერი არის გაწერილი. ისეული მოხდება, ვთქვათ, იმ მოედნების მშენებლობები, ისეული მოხდება სკვერების მშენებლობები. ერთ კარგ ინფორმაციასაც მივაწვდი მოსახლეობას, ლერმონტოვზე კეთება 4 ჰექტარზე განსაკუთრებული პარკი, რომელიც უკვე ჩვენს ქალაქისათვის ძალიან კარგი იქნება იმისათვის, რომ ბულვარისნაირი ტიპის ადგილი მივიღო დასვენებისათვის, გართობისათვის და ერთი სიტყვით არის ბევრი პროექტები, უბრალოდ ეხლა რომ მაგ პროექტებზე დავიწყოთ საუბარი ძალიან დიდ დროს დავკარგავ. როდის დაიწყება ამ პარკის მშენებლობა და რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი თქვენი შეფასებით რომ კიდევ დაუსახელოთ? პარკის დაწყება, პარკი ფაქტიურად უკვე დაწყებულია ლერმონტოვზე. ისეულე ის საბუთებთან დაკავშირებით გვაქვს ის, რომ გაფორმებები, ხელშეკრულებები უკვე ტენდერი გამოცხადებულია, დასრულებულია ტენდერი და სავარაუდოდ იანვრის დასაწყისიდან უკვე ეს პროექტიც დაიწყება და სავარაუდოდ 6 თვის შიგნით მოჩება ამ პარკის რეაბილიტაცია და დაიწყება. მივიღებთ იმ სხვა რა პროექტებზე არის საუბარი? ეხლა ადგილობრივ ჩვენ თვითმმართველობის დონეზე გარკვეულწილად ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თან დიდი პროგრამა ჩემოწოდნე, სადაც რომ ბონი გარადოკის ბენზე ბარცხანის და აი ჭაობიკი მოგეხსენებათ რა მხოლო ტერიტორიაც არის ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეს სავარაუდოდ უკვე დიდი ხნის პრობლემა არის ბათუმისათვის და ეს პროგრამა იქნება ძალიან კარგი იმისათვის რომ ხვალინდელი ინვესტიციის წყაროები მოხდეს და განვითარდეს და სრულად მივიღოთ ის ბათუმის ერთიანი ელფერი და ერთიანი სილამაზი. უხმანალექმა ბატონლაშა დააზიანა მათ შორის რუსთაველზე მე დაბაშიძის გამზირზე სავალი ნაწილი, საავტომობილო სავალი ნაწილი, ეგრეთ წოდებული ფილები, რომლებიც ესე ვთქვათ არის გადაფარებული ამ სავალ ნაწილზე, ამ თვალსაზრისით რა იმეცვლილებები ან გამყარება ან გარკვეული რეკონსტრუქცია ხომ არ იგეგმება? ან თქვენ ხო არ ფიქრობთ, რომ გარკვეული რეკომენდაციით მიმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას? ეს პროგრამულად ეს ჩადებული არის, ყველაფერს აქვს თავისი პროგრამები, ჩემოწოდნე და იქ თქვა კონკრეტულად შეკეთებითი სამუშაოები პროგრამულად ახები არის ჩადებული, თქვა იქ აღდგენა საჭიროებს ისიც არის, მაგრამ მე იმას ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ თქვა ამ ეტაპზე კომუნიკაცია, შიდა კომუნიკაციები არის მოუწესრიგებელი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, უпростоრად ეს გვაძლევს იმის ამ უკუჩვენებებს, რაც თუ ვთქვათ ერთი გაწვიმების პერიოდში ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ იმის მოწესრიგების შემთხვევაში უკვე ავტომატურად სანიაღვრე არხები რომ მოწესრიგდება ბუდიში და ვთქვათ სანიაღვრეში უნდა გადიოდეს წყალი, კანალიზაციაში უნდა გადიოდეს ფეკალი და ამიტომ ეს ჯერჯერობით მოსაწესრიგებელია ყველაფერი არის ესე უნდა მიყვეს ეს პროგრამულად და უნდა გაკეთდეს და ამის შემდეგ უკვე იქნება ყველაფერი აღმოფხვრილი. დაუზუსტებელი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რაც საზოგადოებაში გავრცელდა ზემოთხსენებული ქუჩები და არა მხოლოდ ზემოთხსენებული ქუჩების საავტომობილო ნაწილი არის ქვაფენილებით დაფარული და შესაძლებელია მოხდეს მასზე ასფალტის
საფრის გადაგება ამის შესახებ თქვენ თუ შეგიძლიათ არა, პროგრამულად ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით ამ წელში, ამ 2015 წლის ბიუჯეტში მაგის თანხებიც ხო საერთოდ, ყოველ შემთხვევაში ეს სამსჯელო თემა არის და რამდენად სასურველი იქნება ეს გაკეთდეს ზოგადად იდეაში, ბატონლაში. ეხლა ჩემი მოსაზრებით სავარაუდოდ თუ იმას აღვნიშნავთ, რომ რაღაც მოსახლეობას პრობლემას უქმნის, ვთქვათ, მანქანით გადაადგილების შემთხვევაში, რომ ვთქვათ, ისინი ხშირად ამბობენ ამას, რომ მანქანას აზიანებს და რაღაც ესეთ შემთხვევაში საუბარი ავტომობილის. ეხლა ვერ ვიტყვი ნამდვილად ვერ აღვნიშნავ, იმიტომ რომ თითქმის ნახევარი ბათუმი გაკეთებული არის ამ ყველაფრით და მგონი ჯერჯერობით მაგის ახსრები არ მოიძებნება, რომ ეს ყველაფერი ახლა ოდგეთ და ესე ხელი უკრათ და ვთქვათ, ეგ ეს სამომავლო გეგმა იქნება და თუ იმას მოსახლეობიდან გამომდინარე მივიღებთ ამ პრობლემებს და იქნება ეს უკვე ამ ეტაპამდე რომ მივალთ, რომ უკვე მანამ მივალთ კონკრეტულად ამ საკითხამდე, მე ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე კარგ მდგომარეობაში ვიქნებით ყველა. გასაგებია, შემოერთებულ ტერიტორიებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ძალიან დიდი პრობლემები რჩება თქვენ როგორც აღნიშნეთ და როგორც გამოითქმის ხოლმე შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრეტენზიები. რა სტრატეგია აქვს დღეს ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქ ბათუმში შემოერთებული ტერიტორიების მიმართ აქ პრეტენზიების დასუფთავებასთან დაკავშირებითაც გამოითქვა. ამ კუთხით ხო არის იგეგმება რაიმე ღონისძიებები და ზოგადად არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმები, კონკრეტული სტრატეგია, რომ შემოერთებული ტერიტორიები ისევე სარგებლობდეს სრულფასოვანი სერვისებით, როგორც დანარჩენი ქალაქის ნაწილი. მოგახსენებთ, რომ შემოერთებული ნაწილი ჩვეულებრივად პროგრამულად გაწერილი არის. წინა წელს 2014 წლის ბიუჯეტშიც იყო ასახული, რომ შიდა გზების დაგება, მოშენდაგება კეთდებოდა ასფალტირება, კეთდებოდა ბეტონით დასხმა. ბეტონის საფარისგან ამ ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ ეხლა ბიუჯეტი იმ ნაწილში, სადაც რო თქვა ჯერ ქალაქი არის მოსაწესრიგებელი, მართლაც ბუდიში მინდა მოუხადო მოსახლეობას ამ შემოერთებულიდან გამომდინარე დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევთ, მაგრამ არის პროგრამულად ჩასმული ის ნაწილი, სადაც განათებების კუთხით მოწესრიგდება, სადაც მოწესრიგდება სავალი ნაწილი და მეოთხე პოზიცია იქნება, ვთქვათ, წყალმომარაგების კუთხით, მეოთხე ეტაპი იქნება, როდესაც ვთქვათ, დაიწყება კანალიზაციისა და წყლის საკითხების გადაჭრა. მაგრამ მაინც ადგილობრივ შემოერთებულ ტერიტორიებზე მაინც ვახერხებთ იმას, რომ ჩასმული არის ამ პროექტში 2015 წლის ბიუჯეტში პროექტი არის, სადაც რომ დაახლოებით აი მეჯინის წყლის ეგრეთ წოდებული მეჯინის წყლის ტერიტორია რო იყო, იქ წყლის პრობლემები აწუხებს მოსახლეობას და დაახლოებით 300 ოჯახზე მიდის ვარაუდი, რომ ამ წლის ბიუჯეტში შევიდეს 2015 წლის ბიუჯეტში გადაწყდეს ეგ საკითხი. ხო, 300 თუ დაახლოებით 500 ადამიანამდე მოხერხდეს მათი წყლით უზრუნველყოფა, რომ მათ არ კონდეთ რაღაც ჭადან მიღებული წყალი, ან თქვათ, იქ ცოტა მაგხრივ ძალიან რთული მდგომარეობა არის. გასაგებია, აუცილებლად მინდა გკითხო ჩვენი საუბრის დასასრულს ბატონლაშა იპოთეკარების საკითხზე, რომელიც არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა დღეს ბუნებრივია არ მხოლოდ ბათუმის მოსახლეობისთვის და თქვენ როგორც ბათუმის საკრებულოს წევრი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობთ თუ არა და ხართ თუ არა გარკვეული შუარგოლი ან მედიატორი ხელისუფლებასა და იპოთეკარებს შორის. მე აღვნიშნავდი, რომ კომისია არის შექმნილი აჭარის მთავრობაში, სადაც ბატონი არჩილიც არის ჩართული ამ პროგრამაში და ამ დახმარებაში. რეალურად მათ აქვთ იმის უნდათ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას, მაგრამ მოგეხსენება მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. ქობულეთის მაგალითზე მე უფრო მიმართავდი ბანკებს, რომ რაღაცნაირად გაითვალისწინონ იმ ადამიანების პრობლემები, იმიტომ რომ ეს საკრებულოს დონემდე ამის გადაწყვეტის საშუალება ნამდვილად არ გაგვაჩნია, უბრალოდ ვთხოვდი ბანკებს, რომ აი მაქსიმალურად იქნას იმ ადამიანებზე ვისაც ექნება იმის უნარი, რომ კრედიტუნარიან ადამიანებს, კრედიტუნარიან გადამხდელ უნარიანებს, მაგალითად ბევრი ვიცი ისეთები, რომლებიც
კერძო იპოთეკარებისგან აქვს თანხები აღებული, იხდიან სოლიდურ თანხებს და შეიძლება რომ ვთქვათ ბანკების ჩარევით მოხდეს ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩაანაცვლონ თავისი თანხებით და ამით მაქსიმალურად იქნას მოსახლეობის ინტერესები დაკმაყოფილებული. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული პროცესი ამოგიხსენებათ, ეს კიდევ იმის გამო, რომ ვთქვათ, ამ 9 წლიანი მმართველობის და ამ ბიზნესის ტერორით ბევრი ადამიანები მაგის გამო არის ამ მდგომარეობაში, ბევრი სოციალური ფონის დამძიმების გამო, მაგრამ ვერ გავექცევით პრობლემას, ეს პრობლემა რჩება რეალურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც ცხოვრების ხვალინდელი დღის იმედით და სოციალური ფონის გამოძიებისებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ესეც გადაწყდება რეალურად, მაგრამ ეხლა მიმდინარეობს, ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დღესაც მიმდინარეობს. გასაგებია, შედეგებს ბუნებრივია დაველოდებით ჩვენ საზოგადოება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, გესურვებთ წარმატებებს. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავდროულად ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლაშა სირაბიძე პასუხობდა პირისპირის კითხვებს. ასეთი გახდათ დღევანდელი პირისპირი. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.